ნებისმიერი ტიპის საქმიანობის პროდუქტიულობა და წარმატება მოგეხსენებათ დამოკიდებულია ენერგიის სწორ გაცვლა, გამოცვლაზე. ეს თავის მხრივ კიდევ განპირობებული არის ენერგიის სწორი გადანაწილებით, ანუ ენერგეტიკული ლოგისტიკით. სწორი ლოგისტიკა განპირობებულია თავის მხრივ იმით, თუ როგორ ამუშავებს ჩვენი გონება ინფორმაციას. მოგეხსენებათ გამოსახულება, სიმბოლოები, გეომეტრია, გამოსახულებები ზოგადად არის ინფორმაციის შემცველი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენამდე მოაქვს ინფორმაცია და შესაბამისად გამოსახულებები მართავენ ენერგიას. ენერგიას მართავს ინფორმაცია. ამიტომ გამოსახულებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცნობიერებისთვის. გამოსახულებას გაცილებით უფრო ეფექტური და სწრაფი ზემოქმედება აქვს ჩვენს ფსიქიკაზე, ვიდრე ნებისმიერი ტიპის სხვა ინფორმაციის აღქმა. გამოსახულებებს გაცილებით უფრო სიღრმისეული და პირდაპირი კონტაქტი აქვთ ჩვენს არაცნობიერთან მათ შორის და ამიტომაც ისინი ღილაკზე თითის დაჭერასავით სწრაფად ააქტიურებენ ენერგიას. გარდა იმისა, რომ გამოსახულებები გარედან ზემოქმედებენ ადამიანზე, ასევე ამას საპირისპირო მხარეც აქვს. მაგალითად, გარკვეული ემოციური ფონის დროს, სევდიანი თუ აღელვებული მდგომარეობის დროს, ანუ სხვადასხვა ტიპის განწყობების დროს, გნებავთ სიხარულის, გნებავთ პირიქით მოწყენის, მონატრების და ასე შემდეგ. ჩვენი გონება, ჩვენს შინაგან ენერგიას ფუთავს ესე იგი ერთი და იგივე ტიპის გამოსახულებებში, ანუ იმ რეალიების გალერეაში, რომელიც სუბიექტისთვის, კონკრეტული ინდივიდისთვის არის დამახასიათებელი და ძირითადად ჩვენ ასე ვხედავთ იმას, რასაც ვგრძნობთ და განვიცდით. ფაქტიურად გამოსახულება არის ენერგიის ანბანი და ერთ-ერთი ასეთი გამოსახულების ასეთი ფუნდამენტური, არქეტიპული, საკრალური, გეომეტრიული ნახაზის სახით მინდა შემოგთავაზოთ დღეს. ეგრეთ წოდებული ქარიშხლების ვარდი, ანუ ის არქეტიპული ნახაზი, რომელსაც იყენებდნენ ოდითგანვე მეზღვაურები, კომპასის ნახაზია ეს იგივე გეოგრაფიაში, ტოპოგრაფიაში, კარტოგრაფიაში, ანუ ჩვენ დედამიწაზე საორიენტაციო ინფორმაცია შედგენილი არის სწორედ ამ ვარსკვლავის მიხედვით, რომელსაც პირდაპირ ესე ეწოდება ქარიშხლების ვარდი. მოდით ახლა მე ამ ნახაზის მეშვეობით კიდევ შემოგთავაზებთ ის ტექნიკას, რომელიც ძალიან სიღრმისეულად და სასარგებლოდ ზემოქმედებს ჩვენს ენერგეტიკაზე. რას აღნიშნავს ეს ვარსკვლავი? მოგეხსენებათ, არსებობს სინათლის მხარეები, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი და დასავლეთი. გარდა ესე იგი აი ამ ძირითადი 4 სინათლის მხარისა, არსებობს ასევე 45 გრადუსიანი მის ვექტორის მიხედვით დაყენებული სინათლის მხარეები. ეს არის ჩრდილო აღმოსავლეთი, ეს არის სამხრეთ აღმოსავლეთი, ეს არის სამხრეთ დასავლეთი და ეს არის ჩრდილო დასავლეთი. ეს არის ის 8 ვექტორი, საიდანაც ჩვენთან სინათლე მოდის, შესაბამისად ჩვენგანაც ინფორმაცია ამ ვექტორების მიხედვით ამ ვექტორებზე ვრცელდება. იმისათვის რომ ჩვენ ახლა გავააქტიუროთ ის ტექნოლოგია, რომელსაც ენერგეტიკასთან კავშირი აქვს, მოვიშველიოთ ამ შემთხვევაში ტანტრა და ესე იგი ტიბეტური ტანტრა კონკრეტულად. იცით რომ 4 ძირითადი სტიქია და ენერგია არსებობს. ჩრდილოეთის მხარე მიწა, აღმოსავლეთის მხარე ჰაერი, სამხრეთის მხარე ცეცხლი, დასავლეთის მხარე წყალი. ასევე ეს 4 ძირითადი ბუნების სტიქია და შესაბამისად ენერგია ყველასათვის ცნობილია, ხო? ეხლა კიდევ მოვიშველიოთ 4
ის ენერგია, რომელიც კლასიკურ ენერგეტიკულ ცნებებში შეიძლება არ შეხვდეთ, მაგრამ თეოსოფიაში და სანსკრიტულ ეზოთერიზმში ეს ენერგიები შემადგენელია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების. დავიწყოთ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ეს არის დროის ენერგია. დროის ენერგია. ანუ ეს არის ის, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, საიდანაც ყველაფერი იწყება. სამხრეთ-დასავლეთი ეს არის პლაზმა, პლანერად კიდევ ვარსკვლავურ ცეცხლს უწოდებენ პლაზმას. ჩრდილო-დასავლეთი ეს არის ფსიქიკის ენერგია და ჩრდილო-აღმოსავლეთი ეს არის ეთერის ენერგია. ეხლა ჩვენ ვადგენთ იმ ესე იგი ნორმატიული ბაზის ძირითად კოორდინატებს, რომლებითაც შეგვეძლება დაუკავშირდეთ ამ ენერგიას. ეს ვარსკვლავი წესი და რიგით არის ოქროსფერი. მოგეხსენებათ ჩვენი ენერგეტიკული ველი ეს ფაქის სხეულებსაც ეძახიან, ჩაკრებსაც ეძახიან, 7 ჩაკრისგან არის და შუა თანა ჩაკრა, ანახატა გულის ჩაკრა არის ზუსტად მოიცავს ზუსტად იმ სფეროს, რომელსაც აი ოქროს შუალები ქვია. გზა ასე 3 ჩაკრა არის ცის მხარე, 3 ჩაკრა არის მიწის მხარე და შუა მას მონაკვეთს იკავებს გულის ჩაკრა ანახატა. როგორც ცნობილია, ეს არის კლასიკური გაგებით მწვანე ფერია, მაგრამ არსებობს კიდევ ესეთი ცნება ქარმა ჩაკრა ტანტრაში, ტიბეტურ ტანტრაში და ის არის ოქროსფერი, ეს არის კანონის ბორბალს ეძახიან კიდევ, ანუ ცხოვრებისეული ძალაუფლების, ასე ვთქვათ, განწმენდილი სულის სიმბოლური გამოსახულება არის ეს ქარმა ჩაკრა, რომელიც 8 ქიმიანი ბორბლის სახით გამოიხატება ხოლმე. რა კავშირშია ეს ანახატა ჩაკრასთან, ანუ ოქროს შუაგულთან, როცა ანახატა თუ მწვანეა, რა შუაში ოქროსფერი, ხო? და ყოფიერების ტალღა საერთოდ. გარდა ანახატა ჩაკრისა ამ ადგილას არის კიდევ 3 ჩაკრა, რომელიც ფერთა გამის მიხედვით და ერთობლიობაში ერთმანეთს რო გადავაფაროთ, რომელიც სპექტრი, შუქის სპექტრი ქმნის ოქროსფერს. ამიტომაც ამ სივრცეს, ამ ანახატა ჩაკრის ტერიტორიას ჩვენ სხეულში ყოფიერებასთან ყველაზე მეტი შემხებლობა გააჩნია, იმიტომ რომ ემოციური კავშირიც არის, ანუ პირდაპირი ბერკეტია ემოციური ბმისთვის და გარდა ამისა კიდევ ფერის მიხედვითაც დანგმა ჩაკრას ეძახიან კიდევ. იდანგმა სანსკრიტიდან ნიშნავს გათავისუფლებულს. ანუ იმ კარმული წრიდან გათავისუფლებულ ადამიანს, რომელმაც მიაღწია რაღაც მდგომარეობა, არ მოხდება რეინკარნაცია მის შემთხვევაში და გათავისუფლდა ამ ჩაკეტის სანსარას წრიდან. ეს ტექნოლოგია შეიცავს ასევე აი ამ 8 ენერგიის გარდა, აი ამ 8 ენერგეტიკული საწყისის გარდა, შეიცავს ასევე სიმაღლის და სიღრმის ენერგიას. ეხლა რასაც მე გიზიარებთ, ხო, ეს ტექნიკა მუშაობს აი იმ ენერგეტიკული, იმ ნორმატიული ბაზის გარეშე, თქვენთან ეხლა ეს ნორმატიული ბაზა, რომელზეც აგებულია, ხო, ეს ყველაფერი არ არის თქვენს ცნობიერებაში, მაგრამ ეს ტექნოლოგია ისეთი ფორმით არის შერჩეული, რომ მაინც აქტიურებს თქვენში იმ ენერგიას, რომელზეც ახლა ვისაუბრებ. ანუ ესე თქმა მინდა, წარმოიდგინეთ, ადამიანმა შეისწავლა ეს ყველაფერი და დააკავშირა ტექნოლოგიურად აი იმ ვექტორული ნახაზის სახით დააკავშირა ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისე რომ სინერგეტიკას იწვევს და რას ნიშნავს ეს? ეს ვარსკვლავი უნდა დააყენო გულის ჩაკრასთან, აკა. აი ესეთი ფორმით, როგორცაც ხედავთ. უნდა დააყენო და წარმოსახვით დაიწყო ჩრდილოეთიდან და შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და 45 გრადუსიანი ცვლილებით წარმოსახვაში გაუშვა უბრალოდ იმ მხარეს, გაუშვა ეს ვარსკვლავი, დაყენება და გაშვება ხდება ჩვეულებრივად განზრახვა. ანუ შენი განზრახულობით წარმოიდგენ ამას, დააყენებ და გაუშვებ. ვისაც წარმოსახვაში გაუჭირდება მხოლოდ წარმოსახვით გაშვება ამ ვარსკვლავის, ხო, ყველა სინათლის მხარეებზე. ხო?
იმას შეუძლია უბრალოდ თავარია იცოდეს საით მხარეს არის ეს მხარე სამხრეთი საით არის დასავლეთი საით არის და ასე შემდეგ. და წარმოსახვითაც ყინება, მაგრამ თუ წარმოსახვით ვერ აკეთებს ამას ადამიანი შეუძლია უბრალოდ იტრიალოს აი ამ ჩვეულებრივად დადგეს ჩრდილოეთის მიმართულებით, მერე ჩრდილო-აღმოსავლეთის და ასე შემდეგ შემოარტყას ეს წრე და ბოლოს ისევ საწყის წერტილთან რო დგები, საჭირო არის მაღლა გაშვება ერთის და ერთის დაბლა გაშვება. ეს ხდება გულის ადგილიდან, ანახატა ჩაკრის ტერიტორიიდან, სივრციდან და თქვენ შეატყობთ მერე როგორ ხურდება, როგორ ვიბრაციას და სიმძიმეს, მაგრამ სასიამოვნო სიმძიმეს, აი სისავს ეს შეატყობთ, აქტიურდება ეს მიდამო ქლიანად აი ეს ტერიტორია, არა მხოლოდ ანახატა ჩაკრა, მეორე კიდევ სამი ჩაკრა არის აქ, რომელიც ამ ყველაფერს მე განვიხილავთ, ეხლა უბრალოდ ტექნოლოგიას ვაზიარებ, რომელიც გამოყენებას თქვენ შეგიძლიათ და რას აკეთებს ახლა რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი? პირველ რიგში რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ტექნოლოგია, ანუ ეს ვარსკვლავი არ ატარებს არა იდენტურ ინფორმაციას და ენერგეტიკას. ანუ წმინდავს ინფორმაციულ და ენერგეტიკულ ველს. ანუ ფაქტურად დამცავიც არის და ამავე დროს მუშაობს იმ მიმართულებით რომ ატარებს, საერთოდ კი არ კეტავს, ატარებს იდენტურს და სასარგებლოს. თუმცა ვამბობ, სადღაც მაღაზიაში თუ გახართ რაღაცას ყიდი და იქ რომ გააკეთო, აღარ შემოდის მაღაზიაში ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაც ნერვებს მოგიშლის, ტყუილა შემოდის, ანუ შემოვა ისეთი ადამიანი, რომელსაც ყიდვა უნდა. აი დაახლოებით ესეთი გზაში მიდიხარ, სადმე შეგიძლიათ დააყენო განზრახ, წარმოსახვით, დააყენო მანქანასთან, ატარებს იდენტურს და სასარგებლო ინფორმაციულ ენერგეტიკას და არ ატარებს არაიდენტურს, ტოქსიკურს და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ რომ ეხლა ბევრი ადამიანი ხატებს, მეც ქრისტიანი ვარ. ხო? ხატებს მიუყენია გნებავთ იმ მანქანაშიც და ზოგს, რა ვიცი, გამყიდველის ხატი აქვს მაღაზიაში. დაყენებული. ბევრი ადამიანი ლოცვით და ხატით შეიძლება იგივე თulis რომ იგივე რაღაც შედეგს აღწევს, თუმცა მინდა გითხრათ რომ ამას სხვა დანიშნულებაც აქვს. ანუ თუ კი ადამიანს გააჩნია ესეთი წარმოდგენა რომ ის ლოცვით იგივეს აღწევს, ეს მისი ნება, თუმცა ეს გაცილებით უფრო ეფექტურია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მოიცავს სხვა კატეგორიის ინფორმაციას. სხვანაირი ინფორმაცია შეიცავს, ხომ ხვდებით ხომ ჩამოვთვალეთ. და ამისა ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა ვთქვა რა თვისება აქვს ამას. ამ ტექნოლოგიას ეს 40 დღის მანძილზე უნდა აკეთოს ადამიანმა, იძახიან რომ 21 დღე, მაგრამ არ არის საკმარისი. 40 დღე არის საჭირო იმისთვის, რომ ახალი ნეირონული მონაკვეთი შეიქმნას ამ ტექნოლოგიით, ანუ ნეიროპლასტიკას ახორციელებს და ყველაზე მთავარი ის თქმა მინდა რომ ამ ტექნოლოგიას ცნობიერება გადაყავს შემდგომ ეტაპს და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგალითად ვინ როგორ ცნობიერების დონეზე იმყოფება რა შემდეგ. რაც არ ვითარდება, ის ყდება. ყველა შემთხვევაში განვითარებაა საჭირო. ანუ ტრანსფორმაციულია, ტრანსფორმაციას იწვევს. ნებისმიერი დონის განვითარების ადამიანს მაინც სჭირდება შემდგომ ეტაპზე გადასვლა. ეს დაუსრულებელი პროცესია, ამიტომ ამ ტექნოლოგიით ეს პროცესი ასე ვთქვათ გარანტირებული ხდება. რაღაცა მომენტში ჩვენ ყოველთვის რაღაცას თითქოს გონია რომ რაღაც ზღურბლს მივახციეთ ხოლმე და გონია რომ აი ამის იქით რაღა უნდა იყოს და ამ ტექნოლოგიით ხდება ის რომ ცნობიერება უცებ რამდენიმე დღის შემდეგ 72 აი როდესაც ესეთი შეგრძნება გაუჩნდება ადამიანს რა შეიძლება ზღურბლს მივახციეთ ხო მორჭა მეტი აღარ შემიძლია რაღაც დროის შემდეგ ხდება რომ ტრანსფორმაცია მოხდა და სხვა განზომილებაში გადადის ფაქტი. არ ვიცი უფრო მაღალია თუ დაბალია, მაგრამ განსხვავებული ხდება. ტრანსფორმაციული თვისება გააჩნია ამ ტექნოლოგიას. ასევე მინდა შევისახით, რომ საერთოდ ნებისმიერ ტექნიკას, როდესაც აკეთებ, გამოიყენეთ ხოლმე რაიმე ღუზები. ну მაგალითად თან მუდრები არის ძალიან კარგი ღუზები და რას ნიშნავს? ვარჯიშის დროს მუდმივად როდესაც ვარჯიშობ და წარმოსახვას ავარჯიშებ, რაღაცა ღუზები იქონიეთ იმისთვის, რომ ნებისმიერი მოქმედება ზოგი საგანზე ნიფტზე აკეთებს ხოლმე იგივეს და შემდეგ შეხების დროს უაქტიურდება ეს მდგომარეობა. შემთხვევაში შეიძლება მაგალითად ანებენ ეს უბრალოს ესე უბრალო მუდრა არის ყველაზე ეფექტური, ადვილი და ეფექტური აკეთებ ესე და შემდეგ აი ამ შუა თითთან აი ამ მუდრას დებ და ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის საჭირო
აზრობრივად ტრიალი და იგივე სკეთება, ოღონ 40 დღის შემდეგ ხდება ეს. და ამ შემთხვევაში, როდესაც ამას გააკეთებს ადამიანი, უკვე ავტომატურად აქტიურდება ეს ყოფიერების ტალღა ადამიანში. ამ ვარჯიშის კეთების დროს დააკვირდით გულის მხარეს და ასე ვთქვათ, დააკვირდით თქვენს განცდებს თუ როგორ ემოციას კი არა, ენერგია სხვანაირი ზემოქმედების არის ადამიანზე და დააკვირდით აი ამ არეალს, აი ამ სივრცეს, როგორ გააქტიურდება და რას ნიშნავს. აი ეს არის ის სიამოვნება, ის დრაივი შინაგანი, რომელიც სასიამოვნო საქმის კეთების დროს გვიჩნდება ხოლმე და ამას ავარჯიშებს სწორედ, ანუ ყოფიერების ტალღა აქტიურდება ადამიანში ავტომატურად ამის ვარჯიშის დროს. ტრანსფორმაციულია, ეს ყოველთვის ჭირდება ადამიანს. სხვა თქვენს მაგივრად ამას ვერ გააკეთებს, ანუ ცნობიერების შემდგომ ეტაპზე გადასვლა აუცილებელია, როგორი განვითარებული ადამიანიც არ უნდა იყოს. ამიტომ შენი ქარიშხლის ვარდი შენ თვითონ უნდა მოწყვეტო.